დედაქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებლობამ შესაძლოა 2014 წლისთვის ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი შეაჩეროს. შესაბამისი განცხადება დღეს მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბაღების სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. თბილისის მერიას ამ ინიციატივისთვის 10 მილიონი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა როდის დაიწყება პროექტის განხორციელება ჯერჯერობით უცნობია. 4 ბაღის მშენებლობა ჩვენ შეგვეძლო მოგვეხსნა შემდეგ სასწავლო წლამდე, თუ კი ბიუჯეტი იქნება დამტკიცებული. ამიტომ ბიუჯეტის დამტკიცებლობა ქმნის პრობლემას აქაც ახალი პროექტების განვითარებაში და საბავშვო ბაღების მშენებლობის საკითხშიც. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ ბავშვებს და ჩვენ დედებს, მათ მშობლებს ვერ გავახარებთ ახალი საბავშვო ბაღებით. და ძირითადად ეს არის თბილისის არა ცენტრში, არამედ შედარებით გარეუბნებში. ბაღების მზადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ახალი ბაღის მშენებლობა ჩვენ იანვრის-თვიდან დავიწყეთ საპროექტო სამუშაოების მომზადება, რაც დაახლოებით 1 თვეში იქნება საბოლოო მზად და უკვე საშუალება გვექნება გამოვაცხადოთ ტენდერები სამშენებლო სამუშაოებისათვის. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც დღეს დგას საბავშვო ბაღების მოთხოვნის კუთხით, ასევე პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვარაუდობთ, რომ სექტემბრის თვიდან ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში და პარალელურად ახალი ბაღების მშენებლობის შემთხვევაში ის პრობლემა, რაც დღეს საბავშვო ბაღების მოთხოვნის თვალსაზრისით დგას, სრულად იქნება აღმოფხვრული და დაკმაყოფილებული.